მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ ამ რევიუს ჩაწერა მე მგონი 1 წელია მინდა რაც ამ ფილმს უყურე, მაგრამ ვერ გავბედე ჩემი ინტროვერტული ბუნების გამო და დღეს გადავწყვიტე რომ ჩავწერო. ასეთი არასაშობაო ფილმით მაგევაცოთ შევა და გერჩიოთ და თქვენს watch-list-ში რომ ჩასვათ იგი. მოკლედ დავიწყოთ. ფილმის სახელწოდება წაშლის გადაწყვეტილება. მისი რეჟისორი პარკ ჩან-უკი. ხოლო შესანიშნავი მსახიობები ტანგვაი და ჰაილი პარკი. მოკლედ რეალობაში მოყავთ პარკ ჩან-უკის სრული ჩანაფიქრი. მისი ფილმები მინდა გითხრათ აღნიშნო, დიდად არ მიყვარს. ჰიჩკოკის გავლენაზე და მეტად იგრძნობა მის ფილმებზე, ოღონდ ჰიჩკოკსაც რო არ ისიზრებოდა. მის ყველა სეზარელს მარტში დასრულები აქვს ზუსტად. ყველაზე კარგი პლოტ twist-ები აქ ერთ-ერთი ფილმი მისი მომწონს უფრო არ ცნობილი ფილმია, სადაც პეპლის ეფექტით მიდის ყველაფერი და როგორც იაპონელებს რომ სწამთ, ზუსტად ისე ხდება ყველაფერი. ამ ფილმებზე ალბათ სხვა დროს ჩავწერ რევიუებს, თუ კი საერთოდ მომინდება რომ ასე სეზარელთან ვისაუბრო, მაგრამ დღეს ყველაზე ასე ვთქვათ ეთიკური ფილმი მისი შემოქმედებიდან. ჩემს ყველაზე მეტად სახასიათო მისი სწორედ ეს ფილმია. სხვა ფილმები, რომლებიც ძალიან ჩემთვის არა სასიამოვნო საყურებელი გადასახვის სცენებით არის დამახასიათებელი და სასტიკი სცენებით. ამ ფილმებს ეს ფილმი ნამდვილად არ გავს, ამით გამოირჩევა თავისი ესთეტიურობით, მეტაფერულობით, ულამაზესი ედიტინგით, ყველა ასე ვთქვათ დეტალში რაღაცა თავის სათქმელის ჩადება და ყველაზე მნიშვნელოვანი მთა და ზღვის თემატიკით. ეს კონფუციის ერთ-ერთ სრულ ფრაზას უკავშირდება, რომელიც ფილმის დასაწყისში შეჩერდება, რომ ბრძანა ადამიანებს უყვართ ზღვა, ხოლო კეთილ ადამიანებს უყვართ მთა. მამკალიც და არასდროს მიყვარდა მთა, როგორც ამ ფილმის მთავარ პერსონაჟს, მეორე პერსონაჟი კი მალავს, მაგრამ შეფერილად მაინც ზღვა უყვარს და სწორედ აქ არის მთელი ჩანაფიქრი და მეც არ დაგასპოილერებთ. მოკლედ მე ზღვის ადამიანი ვარ და ვინც ზღვის ადამიანები ხართ და ამ ფილმს უფრო მეტად შეიყვარებთ. შეიძლება მოგიჩვენოთ რომ 2 საათი უყურებთ, მაგრამ აი ეს ბოლო 18 წუთი არის რაც არის და ყველა ემოცია ერთიანად მაგ დროს დაგატყდება თავს და მთელ სათქმელს სწორედ მაგ დროს გაიაზრებ ადამიანი. მოკლედ სტენდალის ერთ-ერთი ამბავი გამახსენდა, რომ თავის ასე ვთქვათ არ ვიცი ბოლომდე სატრფო იყო თუ უბრალოდ ადამიანი ვინც მოწონდა, მიწერა ეცახის წერილი, რომ ჩვენ თუ ერთად ვიქნებით არ მეყვარები. სწორედ ეს არის ამ ფილმის ერთ-ერთი მთავარი ჩანაფიქრიც კატათა გვამანა, რომ თუ ერთად არჩევიან პერსონაჟები ყველაფერი მოკვდება და მათ ურჩევნიათ, რომ სწორედ ეს მოქმედება იყოს ნებნა და სწორედ ეს განაპირობებს, რომ ერთმანეთის მიმართ გრძნობები არად არ გაუქრებათ. მე მგონი ამიტომ არ გრძნობდებიან კორეაში და იაპონიაში ბევრი და საერთოდ ქორწინების ინსტიტუტი და პოლიციის ინსტიტუტზე ისე არის გადაკვირით საუბარი და აღწერა იმდენად არ მინდა ვთქვათ სუდად, მაგრამ არ მოგაწონებთ რომ მიხვდებით რომ ამ საუკუნეში უკვე რაღაც ვერაა. ხო და ასე რომ კორეელებს და იაპონელებს უფრო მეტად მესმის რომ ვთქვათ. ხო და სტენდალმა ასე მიწერა რომ თუ ერთად ვიქნებოდით ყველაფერი გაქრებოდა და სწორედ ეს არის ამ პერსონაჟების ერთ-ერთი ლაიტმოტივი. მაგალითად ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, როდესაც შენ მე მითხრა რომ გიყვარო ერთ მაშინ მოკვდა შენი სიყვარული, ხოლო როდესაც შენი სიყვარული მოკვდა მაშინ დაიწყო ჩემი სიყვარული. სწორედ ტარკოვსკის ერთ-ერთ ფრაზას უკავშირდება ალბათ ესეც, რომ მთქმელი გრძნობები ყველაზე უკვდავია. ესეც ჩაგდებულია ამ ფილმში. გამოძიებას საერთოდ უკის ფილმს რო ვერ დავკარგავთ ეს ცხადია, მაგრამ გამოძიება ამ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანია და დასასრული რიდან ტრაგიკული სევდიანი არ მინდა ვთქვა და ისეთი დასასრულია, რომ ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ მე უკვე წარმოვიდგენდი მისი ფილმოგრაფია რო ვიცი და უფრო საზრელსაც წარმოვიდგენდი, მაგრამ ამაზე საზრელი არ შეიძლება იყოს რამე. ჩემი სწორედ ეს ფილმია, რომელიც უნდა რომ გადაეღო და სხვა ფილმები რაც იყო, ასე ვთქვათ, მგონია რომ უფრო კომერციული მოგების მიზნით აქვს გადაღებული სწორედ და მისი ნამდვილი ბუნება ამ ფილმში ჩანს და
მისი ნამდვილი სახე, ნამდვილი ემოციები გამოკვლევა ამ ადამიანური ურთიერთობების სწორედ ამ ფილმში წარმოჩნდება ბოლომდე. ძალიან მოგეწონებათ, ვისაც dark romance და ისეთი ბნელი ფილმები გიყვართ, რომელიც მე მთელი წელი გაფიქრებს ყველაფერზე. და სწორედ თქვენთვისაა ეს ფილმიც. ნუ ახლა მანდ ამ საშუალოდ მოჩარდოთ. ცოტა გავიდა სახელწოდები და მე ვუყურეთ. მოკლედ ცოტა ხასიათზე ვარ მეც, მაგრამ ისეთ ცუდები ხდება ხოლმე გარშემო ყოველთვის მთელ სოფლიოში. მეც გადმომედება ეს უხასიათობა და შევეცდები რომ უფრო მეტად პოზიტიურ ტალღაზე დავრჩეთ და შეგეხმიანოთ ხოლმე ბედნიერებას გისურვებთ და ბედნიერებას და უყურეთ წასვლის გადაწყვეტილება. ძალიან მოგეწონებათ.